რეინკარნაცია, თავი მეორე. მაქციათა ხროვა, რომელიც ტყის განაპირა ბანაკში ცხოვრობდა, დიდ და სისხლისღვრით სავსე ისტორიას ატარებდა. საუკუნეების მანძილზე მაქციები აუხრებდნენ ქალაქს. მათი გამრავლების ერთადერთ საშუალებად საკუთარ ნაკბენს იყენებდნენ, იმისთვის რომ სხვა ადამიანები საკუთარ დინასტიაში მოექციათ. იტაცებდნენ და მაქციებად მოქცევას აიძულებდნენ უდანაშაულო მეომრებს. ვინც მოქცევის შემდეგ ხროვის ერთგული დარჩებოდა, მათ ხროვაში საპატიო ადგილს უწილადებდნენ. ხოლო ვინც მაქციად მოქცევის შემდეგ საკუთარ გლურ ბუნებას უღალატებდა, მათ უმოწყალოდ კლავდნენ. ასე დახოცეს ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი. მეფე ფედერიკის სამეფო და მეფის პირველი უფლისწული სალარი აქტიურად იბრძოდა მაქციათა ხროვის წინააღმდეგ. სამეფომ სალარის მესვეურობით არაერთ გზის გაილაშქრა ხროვის წინააღმდეგ. უფლისწული სალარი მაქციების ამოწყვეტას საკუთარი ხალხის დასაცავად და საკუთარი სამეფოს პატრიოტული მოტივით ამართლებდა, მაგრამ მალე მაქციათა ხროვაში გაჩნდა უნიკალური უნარების მქონე გოგონა, რომელმაც მაქციათა ხროვის გადარჩენასა და მეფე ფედერიკის შვილების განადგურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საუკუნეების წინ მაქციების გამრავლების ერთადერთი გზა მათივე ნაკბენი იყო სხვა ცოცხალ ადამიანებზე. იქამდე სანამ ერთ-ერთ მაქციას პირველად ბიოლოგიური გზით შვილი არ გაუჩნდა ადამიანის ნაშიერისგან. ეს ბავშვი კი ჰეილი გახლდათ, რომელიც პირველი ბუნებრივად შობილი ჰიბრიდი იყო სამყაროში, ვინც მაქციათა კლასს ნაკბენის გზით არ მიკუთვნებია. ჰეილის, როგორც უნიკალურ არსებას, დაბადებიდანვე თან დაჰყვა უნიკალური უნარი, რომლითაც დროში მოგზაურობა შეეძლო. ამ უნიკალური ნიჭის დახმარებით მაქციათა ხროვას ჰქონდა უძლიერესი იარაღი, გაეგო ნებისმიერი მოწინააღმდეგის წარსული და მათი მტრების წარსულში დამალული საიდუმლოებები, რომლებიც ჰეილის შეეძლო წარსულში ხეტიალის დროს დაენახა და მაქციების მტრებისვე საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა. სწორედ ჰეილი იყო ის გოგონა, რომლებმაც მაქციათა ხროვა წლების წინ გადაარჩინა, როგორც ვამპირების საბრძოლო შემოტევებისაგან, ასევე სამეფო სასახლის მიერ გალაშქრებული ანტიზებუნებრივი ომებისაგან. ჰეილი ბავშვობიდან ჩაბმული იყო მაქციათა ხროვის დაცვით ბრძოლებში. წარსულში, როდესაც მეფის არმიამ უფლისწული სალარის მესვეურობით მაქციათა ხროვის წინააღმდეგ სისხლისღვრით გაილაშქრა და მაქციების ხროვას თავს დაესხა. ჰეილი იყო ერთადერთი, ვინც მაქციათა ხროვა გადაარჩინა. მან დროში მოგზაურობის მეშვეობით დაადგინა მისი მოწინააღმდეგე მტრის უფლისწული სალარის ყველაზე დიდი საიდუმლოება. ჰეილიმ შეისწავლა უფლისწული სალარის წარსული და დაათვალიერა მისი ცხოვრების ის შავბნელი ეპიზოდები, რომელსაც კარს უკან წყვდიათ სიბნელეში ყველასგან მალულად ჩადიოდა უფლისწული. ჰეილიმ აღმოაჩინა სალარის საკრალური საიდუმლოების შესახებ, რომელსაც ის სამეფოში ყველას უმალავდა. ეს საიდუმლო კი სალარისა და თავისი დის ოფელიას ინცესტურ აქტს უკავშირდებოდა. დიახ, მეფე ფედერიკის სამეფოში პირველი და ყველაზე გაუცხადებელი საიდუმლო სწორედ მეფე ფედერიკის უფროს ვაჟს და მეფის შუათანა ქალიშვილს ოფელიას უკავშირდებოდა, რომლებსაც თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი და ყველასაგან უჩუმრად ყავდათ სიყვარულის სამი ნაყოფი: ედვარდი, ელისაბედი და დორიენი, რომელსაც პრინცესა ოფელია სამეფოსგან შორს მსახურების ქალაქში მალულად ზრდიდა. მეფე ფედერიკმა და სამეფო საბჭომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჰეილიმ დროში მოგზაურობის ჟამს შეიტყორა სალარისა და მისი დის საიდუმლოს შესახებ მაშინვე მაქციათა ხროვას უამბო და მოუყვა თუ ვინ იყო სინამდვილეში სამეფოს დაცვის მიზნით ზებუნებრივ არსებების წინააღმდეგ მებრძოლი პატრიოტი უფლისწული სალარი. მაქციებმა როგორც კი შეიტყვეს სალარის საიდუმლოს შესახებ, გადაწყვიტეს
მეფე ფედერიკისთვის სიმართლის მოყოლა, რათა ამ გზით სამეფო სასახლეში დიდი ტრაგედია გამოეწვიათ და სამეფოსათვის მაქციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი დაექვეითებინათ. სამეფო კარზე მაქციათა მოკავშირემ მეფე ფედერიკს გაუგზავნა დეპეშა, სადაც განხილული იყო მისი უფროსი ვაჟის, სალარისა და შუათანა ქალიშვილის ოფელიას ინცესტური აქტის ამბავი. ასევე ნახსენები იყო ადგილსამყოფელი ინცესტურად დაბადებული 3 ბავშვისა, რომელსაც უფლისწული სალარი და პრინცესა ოფელიას რდიდნენ სამეფოსგან მოშორებით მსახურთა ქალაქში. მეფემ როგორც კი შეიტყო სამეფოში მათი შვილებს შორის არსებულ კავშირის შესახებ, გასცა ბრძანება. ეს ამბავი სამეფოს კედლებშივე დამარხულიყო და არ გახმაურებულიყო ხალხში. მეფე ფედერიკი გაურიგდა სამეფო კარზე არსებულ მაქციათა ხროვის ინტერესების დამცველს და აღუთქვა პირობა, რომ თუ მაქციათა ხროვა სამეფოს ამ საიდუმლოებას ხალხში არ გაახმაურებდა და სამეფოს იმიჯს გადაარჩენდნენ, სანაცვლოდ მეფე ფედერიკის სამეფო მაქციების წინააღმდეგ გალაშქრებას შეწყვეტდა და მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა სამეფოს მიწაზე შვიდად ეცხოვრათ. დროში მოგზაური ჰეილის მიერ გამლაშქრებლის წინააღმდეგ გამხელილმა საიდუმლომ მაქციების ხროვა აოხრებას გადაარჩინა. მას შემდეგ პატარა ჰეილი მაქციათა ბანაკში საპატიო რანგს ფლობდა. მისი უნიკალური უნარის დახმარებით მაქციებმა ჰეილის საკუთარი მხსნელიც კი უწოდეს. ულამაზეს გოგონა ჰეილის ხროვაში ბევრი ახალგაზრდა მაქცია ეტრფოდა, მაგრამ ამავდროულად ბევრს ეშინოდა მისი, რადგან გოგონას უნიკალური უნარის დახმარებით შეეძლო ყველა მათგანის ისტორიის დეტალურად თვალისდევნება, რაც ერთგვარად ხროვის წევრებისთვის სირცხვილისა და შიშის მომგვრელი იყო, რადგან აცნობიერებდნენ, რომ ყველაზე წესიერ ადამიანსაც კი შეეძლო თუნდაც ერთხელ მაინც წარსულში ისეთი მზაკრული აქტის ჩადენა, რომლის გამხელაც არ სურდათ. მაქციათა ხროვაში ყველა მიცოდა ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ დაამარცხა ჯერ კიდე პატარა ასაკში მყოფმა ჰეილიმ ხროვაზე გამლაშქრებელი მეფის პირველი ვაჟის სალარი, რითაც მეფე ფედერიკის სამეფოს დანებება აიცულა. ულამაზეს ჰეილის საკუთარი უნიკალური უნარის ფლობის გამო ყველა თვალებში შესციცინებდა. ამიტომ ხროვაში ჰეილი იყო ერთადერთი, რომელსაც ყოველთვის ექცეოდნენ ისე, როგორც თავად გოგონას სურდა და არა ისე, როგორც მათ სურდათ ჰეილისგან. თავად დროში მოგზაურ გოგონას ერთი მოკრძალებული ახალგაზრდა მაქცია ბიჭი უყვარდა, სახელად ნიკი. ნიკსაც თავდავიწყებით უყვარდა ჰეილი და მათ სიყვარულს ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. გარდა ხროვაში სტუმრად მყოფი ბიჭისა, რომელსაც ასევე უყვარდა ჰეილი, თუმცა ცალმხრივად. ამ ბიჭის სახელი კი კრისტიანი იყო, რომელიც ხროვაში იზრდებოდა, თუმცა ხროვისგან გამოირჩეოდა იმით, რომ იგი მაქციებთან ნათესაურ კავშირს არ ფლობდა. კრისტიანი მაქციების ხროვაში მოხუცმა მაქცია ცოლქმარმა პატარაობიდან იშვილეს. მას შემდეგ, რაც ცოლქმარს თავიანთი შვილი კრისტოფერი ბოროტმა ჯადოქარმა კლეოპატრამ მოუჯადოვა და სამუდამოდ მგლად გადააქცია. რის შემდეგაც უკონტროლო მგლად გარდაქცეული კრისტოფერის მოკლა მისსავე მამას საკუთარი ხელით მოუხდა, რათა შვილისგან დაეცვა უდანაშაულო მსხვერპლი. კრისტიანს მუდამ აინტერესებდა ინფორმაცია საკუთარი წარმომავლობის შესახებ. ერთადერთი, ვისაც კრისტიანის რეალური მშობლების ვინაობა შეეძლო სცოდნოდა, ეს ჰეილი იყო და იცოდა კიდეც. თუმცა ის ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდა კრისტიანისგან, რადგან იცოდა, რომ თუ კრისტიანის ვინაობის შესახებ სამეფო სასახლეში მეფის დინასტია შეიტყობდა, ამით მაქციათა ხროვას ხელახალი საფრთხე დაემუქრებოდა. ეს ამბავი მაქციათა ხროვაში გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ხროვაში ყველა მიცოდა სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. ჰეილის
მისი შეყვარებული ნიკისა და ჰეილიზე ცალმხრივად შეყვარებული ბიჭის კრისტიანის შესახებ. კრისტიანმა ბავშვობის ღრმა ასაკში საკუთარ თავში აღმოაჩინა უნიკალური უნარი. მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანის შთაგონება, მხოლოდ მათთან თვალებში ჩახედვით. ამრიგად მას შეეძლო ირგვლივმყოფთაგან ყველას გონების მართვა და ადამიანებზე ზეგავლენის მოპოვება. კრისტიანი ვერ ხვდებოდა საიდან ან რატომ ჰქონდა მას ეს უნარი, მაგრამ ის ამ უნიკალური ზებუნებრივი ნიჭის დახმარებით შთააგონებდა ყველას გაეკეთებინათ ის, რაც კრისტიანს სურდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მაქციათა ხროვა დათანხმდა კრისტიანის მაქცია მშობლებს მათთვის უთვისტომო ბიჭი ეშვილებინათ და აღეზარდათ. რადგანაც კრისტიანის დახმარებით მტერი მაქციებს ვერაფერს დააკლებდა. კრისტიანს შესწევდა ზებუნებრივი ძალა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მაქციებზე გალაშქრებული მტრისთვის შეეძლო დანებება შთაეგონებინა. ამიტომ კრისტიანიც ჰეილის მსგავსად მაქციათა ოჯახში საპატიო ადგილს იკავებდა. კრისტიანს ბავშვობიდან კეთილი გული ჰქონდა. იგი არასდროს იყენებდა საკუთარ უნიკალურ უნარს ბოროტების მიზნით. მას სძულდა უსამართლობა და მხოლოდ მაშინ მიმართავდა შთაგონებას, როდესაც ხედავდა, რომ სუსტს ძლიერი შეაგრავდა. უსამართლობა სამართლიანობას ჯაბნიდა. მხოლოდ ასე დროს აძლევდა თავს უფლებას ბოროტი მხარისთვის თვალებში ჩაეხედა და აზრი კეთილი მხარის სასარგებლოდ შეეცვალა. კრისტიანის საკუთარ უნიკალურ უნარს მაქციებს შორის ერთმანეთთან შიდა დაპირისპირებების ჩასახშობად მიმართავდა. გონებაზე კონტროლის ზეგავლენით ცდილობდა მაქციების ხროვაში სამართლიანობა არ დარღვეულიყო და ასევე ხროვაში არსებული განხეთქილება მათი ორად გაყოფის საფუძველი არ გამხდარიყო. ერთადერთი საკითხი, როდესაც კეთილმა კრისტიანმა თავს უფლება მისცა ეგოისტურად მოქცეულიყო და საკუთარი შთაგონება პირადი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა, ეს მისი სიყვარული, ჰეილის გრძნობები იყო. წლების მანძილზე ჰეილიზე უიმედოდ შეყვარებული კრისტიანი ჰეილის მის სიყვარულს შთააგონებდა, მაგრამ გულწრფელი სიყვარული ეს ერთადერთი რამ იყო, სადაც კრისტიანის შთაგონება უძლურზე უძლური იყო. ყველა მაგიური ძალა წრფელ სიყვარულთან ბრძოლაში მარცხდებოდა. შესაბამისად, კრისტიანმა ერთადერთი რაც საკუთარი ზებუნებრივი უნარით ვერ შეძლო, თავისი საყვარელი ქალისთვის სიყვარულის შთაგონება გახდათ. ამან ახალგაზრდა და გამოუცდელი კრისტიანი ეგოისტი გახადა და სიყვარულით დაბრმავებულმა ბიჭმა ჰეილისთან დამარცხების შემდეგ მის საყვარელ მამაკაც ნიკს აიძულა ჰეილის დავიწყება და მაქციათა ხროვიდან შორს გადახვეწა. შთაგონებისგან დაბრმავებულმა ნიკმა რამდენჯერმე მაქციების ბანაკის გზა დაივიწყა. თუმცა სიყვარული მათ შორის მაინც ვერა და ვერ კვდებოდა. ჰეილი დროში მოგზაურობის მეშვეობით მუდამ პოულობდა შთაგონების შედეგად გზააბნეულ სატრფოს და კვლავ ბანაკში აბრუნებდა. კრისტიანი ხვდებოდა, რომ ჰეილისა და ნიკს ერთმანეთს იქამდე ვერ დააშორებდა, სანამ რომელიმე მათგანი არ მოკვდებოდა. ამიტომ საყვარელი ქალით დაბრმავებულმა ნიკს თავის მოკლა ყველასგან უჩუმრად შთააგონა. ნიკმა სავსე მთვარეობის ჟამს, როდესაც მგლების მთელი ხროვა ტყის განაპირას მიმორბოდნენ, კლდიდან გადაჩეხვით თავი მოიკლა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა კი ჰეილი გაანადგურა. ჰეილის არ სჯეროდა მისი სატრფოს თვითმკვლელობის ამბავი. იცოდა, რომ ნიკი ამას საკუთარი ნებით არასდროს ჩაიდენდა. ამიტომ დროში მოგზაურობის დახმარებით გადაწყვიტა ამ საქმის გამოძიება. ჰეილი გაემგზავრა წარსულში და დროის იმ მონაკვეთში დაბრუნდა, როცა მისი სატრფოს სიკვდილის აუბედითი ღამე იყო. სავსე მთვარეობის ჟამს მისი სატრფო ხროვის სხვა წევრებთან ერთად ტყეში დათარეშობდა. ჰეილი აკვირდებოდა იმ ღამეს მომხდარ ყველა ფაქტს, დაბორიალობდა წარსულის პერსონაჟებსა და წარსულის ფაქტების გარშემო, იქ სადაც ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა და ჰეილის არაფერზე ზეგავლენა არ შეეძლო,
რადგან მისთვის წარსულის შეცვლა შეუძლებელი იყო. ის კადრებად ხედავდა წარსულის პერსონაჟებს და ფაქტებს, მაგრამ წარსულის პერსონაჟები ვერ ხედავდნენ მას. მათ შორის არც მის გარდაცვლის შეყვარებულს არ შეეძლო ჰეილის აღქმა. რადგან აწმოს დროის ნაწილი მხოლოდ ჰეილი იყო, რომელიც კადრებად უყურებდა მისი საყვარელი მამაკაცის აღსასრულამდე არსებულ უკანასკნელ კადრებს. ახლა მხოლოდ წარსულში უაზროდ ხეტიალის დრო შეეძლო თავისი სატრფოს ცოცხალი ნახვა და გულისწყდებოდა იმაზე, რომ აწმყო დროიდან წარსულში მოგზაურ გოგონას მისი სატრფო ვერ ხედავდა და ვერ აღიქვამდა. მას ნიკისგან მხოლოდ წარსულის კადრებიღა შემორჩენოდა. ამ კადრებში ხეტიალის დროს კი ჰეილიმ აღმოაჩინა ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც სავსე მთვარეობამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა და ამ კადრის დროს ჰეილიმ შეამჩნია, როგორ გაიტყუა ტყის მივარდნიან ნაწილში კრისტიანმა მისი საყვარელი ნიკი და ყველასაგან უჩუმრად შთააგონა სავსე მთვარეობის ღამეს თავი მოეკლა, რათა ასე სამუდამოდ ჩამოშორებოდა მის საყვარელ ქალს ჰეილის. როგორც კი ჰეილიმ შეიტყო კრისტიანის მიერ მისი სატრფოს მკვლელობის შესახებ, მაქციათა ბანაკში განგაშის ზარმა ჩამოკრა. ჰეილი ითხოვდა კრისტიანის სიკვდილით დასჯას, რადგან დარღვეული სამართლიანობა აღდგენილიყო. კრისტიანს შეეძლო ყველა ჯალათისთვის საპირისპირო შთაეგონებინა, ვინც მისი თავის მოკვეთის აქტს აღასრულებდა. მაგრამ როდესაც მან განადგურებული ჰეილი დაინახა, დანებდა და თქვა, რომ მზად იყო მამაცურად მიეღო ყველა ის სასჯელი, რომელსაც მაქციათა ხროვის საბჭო მას მკვლელობისთვის გამოუტანდა. კრისტიანი დილეგში გამოამწყდიეს. უხუცესმა მაქციებმა მთავარ ჭრისუფალთან ჰეილისთან ერთად გამართეს სასამართლო. მაქციათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქციებმა კრისტიანი ცოცხალი დატოვეს. რადგან მათ იცოდნენ, რომ როდესაც კრისტიანი სრულწლოვანი გახდებოდა, ის შეძლებდა აწ უკვე ახლახანს გარდაცვლილი მეფე ფედერიკის შთამომავლობის გაგრძელებას და სამეფო ტახტზე თავად ასვლას, რადგან ლეგიტიმურად სწორედ კრისტიანი იყო სამეფო ტახტის მემკვიდრე, რომლის შესახებაც მან ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, ვინაიდან მისთვის გასაიდუმლოებული იყო ინფორმაცია მისი ნამდვილი მშობლების არსებობის შესახებ. მაქციათა ხროვაში კი მხოლოდ ჰეილიმ და მაღალმა მაქციათა ეშელონებმა იცოდნენ კრისტიანის რეალური წარმომავლობის შესახებ და ხვდებოდნენ, რომ სწორედ კრისტიანი იყო ძალა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა მაქციათა ხროვა სამეფო სასახლესთან ნათესაური კავშირის შენარჩუნებას. სწორედ ეს საიდუმლო იყო აპრიორი, რის გამოც მაქციათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქციებმა კრისტიანი ცოცხალი დატოვეს. კრისტიანი საპყრობილედან განთავისუფლების შემდეგ ჰეილის თვალს ვერ უსწორებდა. ის ხედავდა თუ როგორ იტანჯებოდა ჰეილი. დროში მოგზაურ გოგონას თავისი შეყვარებული იმდენად ენატრებოდა, რომ გამუდმებით თავს შთააგონებდა დაძინებას და დროში მოგზაურობის რიტუალის განხორციელებას. ჰეილი პრაქტიკულად მიჯაჭვული იყო წარსულს. მას აღარ აინტერესებდა რა ხდებოდა აწმყო დროში. მისი ერთადერთი სურვილი მხოლოდ მისი სატრფოს, ნიკის ნახვა გახლდათ, რომელიც ჰეილის მხოლოდ წარსულში ხეტიალის დროს შეეძლო. ის გამუდმებით დახეტიალობდა მომხდარ ფაქტებსა და მოვლენებს შორის, როგორც გამჭვირვალე ჭურჭელი. ხედავდა კადრებს წარსულიდან, როგორ შეხვდნენ ჩანჩქერთან პირველ პაემანზე ის და ნიკი, როგორ გამოუწნა მისმა საყვარელმა მამაკაცმა პირველად ვარდების გვირგვინი. ჰეილი თვალცრემლიანი ათვალიერებდა წარსულის იმ მონაკვეთებს, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო და ოცნებად ჰქონდა, რომ ნიკს ის დაენახა. მას შეხებოდა და შეეგრძნო მისი სითბო. საპყრობილედან განთავისუფლების შემდეგ კრისტიანმა როგორც კი გააცნობიერა ჰეილის ავანტყოფური განცდის შესახებ და შეიტყო, თუ როგორ თქვა დროში მოგზაურმა გოგონამ აწმყო დროზე უარი და როგორ ატარებდა მთელ დღეს
და ღამეს ძილის მეშვეობით წარსულის ნაწილში ხეტიალითა და საყვარელ მამაკაცთან გატარებული მოგონებების მზერით. გადაწყვიტა მოეძებნა გამოსავალი, რათა ჰეილი წარსულისათვის მოეწყვიტა და ის კვლავ აწმო დროში დაებრუნებინა, სადაც მისი რეალური ადგილი იყო. მაგრამ ქრისტიანმა არ იცოდა არავითარი გზა, რომლითაც ჰეილის გარდაცვლის შეყვარებულთან რაიმე ფორმით აწმო დროის ნაწილში დააკავშირებდა. დაღუნებულმა ქრისტიანმა მის აღმრდელ დედობილსა და მამობილს კითხა რჩევა, როგორ დახმარებოდა დროში მოგზაურ გოგონას. მათ ქრისტიანს მოუყვეს ერთი ძველი ლეგენდა უბოროტეს ჯადოქარზე კლეოპატრაზე, რომელმაც მათი ბიოლოგიური ვაჟი კრისტოფერი დაწყევლა. აღმზრდელმა მშობლებმა ქრისტიანს გაუმხილეს მათი ბიოლოგიური ვაჟის ბურუსით მოცული გარდაცვალების ამბავი. კრისტოფერს შეუყვარდა ერთ-ერთი უბოროტესი ჯადოქარი სახელად კლეოპატრა, რომელმაც ლეგენდის თანახმად წარსულში შექმნა ყველა წყევლა, რომლითაც მან სამყაროში ყველაზე ბუნებრივი არსების სულს კლიტე დაადო. მაშინ როცა მეფე ფედერიკის სამეფო თავის სამშვილთან ერთად ზებუნებრივი არსებების წინააღმდეგ იბრძოდა, სამყაროში უამრავი ვამპირი და მაქცია ბრძოლის შედეგად კვდებოდა. კლეოპატრას წყევლის მეშვეობით ყველა იმ მაქციისა და ვამპირის სული, რომელიც არაბიოლოგიური სიკვდილით იღუპებოდა, ხდებოდა კლეოპატრას კონტროლის ობიექტი. კლეოპატრამ საკუთარი შავი მაგიის მეშვეობით დედამიწაზე შექმნა გარდაცვლილი ზებუნებრივების მოხეტიალე სულების არმია, რომელშიც თავმოყრილნი არიან ყველა ის წინაპარი მაქციისა და ვამპირის სულები, რომლებიც ამ სამყაროში არაბუნებრივი სიკვდილით, არამედ სიცოცხლის მოსწრაფებით, მკვლელობით ან თვითმკვლელობით მოკვდნენ. კლეოპატრამ ამ სულებს განსვენების უფლება და სხვა სამყაროში გადასახლების ნება წაართვა და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ მათზე კონტროლი დაამყარა. ბოროტმა ჯადოქარმა კლეოპატრამ შექმნა დიდი სახელოსნო, სადაც გამოთალა ადამიანის ხატებად და მსგავსებად არსებული თოჯინები და სწორედ ამ თოჯინებში გამოკეტა ყველა არაბიოლოგიური გზით გარდაცვლილი ზებუნებრივების სულები, რომლებზეც დაიწყო ზეგავლენის მოპოვება. კლეოპატრას მიერ გამოთვლილ თოჯინაში მოხვედრილი სული კლეოპატრას მონა ხდებოდა. კლეოპატრა კი ამ თოჯინებს სწორედ 10 გარდაცვლილი ზებუნებრივების სულებით აცოცხლებდა. შემდეგ კი ამ თოჯინებს საჩუქრად შუქნიდა ყველა იმ ადამიანს, ვისზე თვალთვალით სურდა. მოხუცი მაქცია ცოლქმრის ინფორმაციით, ეს თოჯინები დღემდე ინახება ყველგან, მათ შორის სამეფო სასახლეშიც. წარსულში კლეოპატრამ ძვირფასი თოჯინები მეფის გვარდიას საჩუქრად გაუგზავნა. სამეფომ დიდგვაროვანი ჯადოქრისგან სიამაყით მიიღო ძღვენი, თუმცა სამეფოს წევრებიდან არც ერთს წარმოედგინა, რა ხდებოდა მათ თავს. თოჯინები უსულოსაგნები არ არიან და მათ გარდაცვლილი ზებუნებრივების სულები აცოცხლებს, ხოლო კლეოპატრას ამ სულებზე კონტროლის მოპოვებით ამ თოჯინების თვალებით მზერა შეეძლო და უთვალთვალებდა ყველას, ვის სახლშიც მისი მოჯადოებული თოჯინა ბინადრობდა. ასე ხედავდა კლეოპატრა ყველაფერს, რაც მათ შორის სასახლეში არსებულ სამეფო დინასტიაში ხდებოდა. ქრისტიანის მშობლების განმარტებით, მათმა ოჯახმა ამ ისტორიის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, როდესაც ახალგაზრდა მაქცია კრისტოფერს ბოროტი ჯადოქარი კლეოპატრა შეუყვარდა. კლეოპატრას კი კრისტოფერი არ უყვარდა. ის მის გრძნობებს არაფრად აგდებდა და მაქციას ლეშის მჭამელ ტყის მონას უწოდებდა. კლეოპატრას სხვა მამაკაცი უყვარდა. ეს მამაკაცი კი მეფე ფედერიკის პირველი ქორწინებიდან შობილი უმცროსი ვაჟი ჯეიკობი იყო, რომლისგანაც ჯადოქარი კლეოპატრა დაურსულდა. კრისტოფერმა შეიტყო რა კლეოპატრას უფლისწულისგან დაურსულების ამბავი, გადაწყვიტა
კლეოპატრაზე შურისძიება და ორსულობის დროს კლეოპატრას უყვინა, რადგან მაქციად მოექცია. უფლისწული ჯეიკობისგან ორსულად მყოფმა კლეოპატრამ მაქციის ნაკბენის გამო მახინჯი გოგონა დაბადა, მეჭეჭებითა და მგლის ხახით, მგლური უხეში სხეულით, რადგან გოგონა მუცლად მყოფობის ჟამს მაქციის ნაკბენის შხამით იყო დაინფიცირებული. კლეოპატრამ საკუთარი გოგონას მონსტრად დაბადების გამო კრისტოფერზე შურისძიება განიძრახა და კრისტოფერს ისეთი წყევლა დაადო, რომლის გამოც მან ადამიანური კონტროლის უნარი დაკარგა და ყოველ სავსემთვარეობის ჟამს მგლად გარდაქცეულმა უდანაშაულო მსხვერპლზე თავდასხმა დაიწყო, რის გამოც მის მამას შვილის საკუთარი ხელით მოკლა მოუწია. ზებუნებრივი არსების არაბიოლოგიურმა სიკვდილმა კი მოკლული მაქცია უნებლიეთ კლეოპატრას მოხეტიალე სულების არმიაში მოახვედრა, საიდანაც განსასვენებელს ვერ ეხირსა. მას შემდეგ, რაც კრისტოფერი მამამ იძულებით მოკლა, ბოროტმა ჯადოქარმა კლეოპატრამ მაქციათა ბანაკში კრისტოფერის დედმამას საჩუქრად თოჯინა გამოუგზავნა, რომელშიც მისი სული იყო გამოკეტილი და აღუთქვა კრისტოფერის მშობლებს, რომ მათი ვაჟის სული მარადიულად მისი კონტროლის ობიექტი იქნებოდა, იმ შურისძიების გამო, რაც მან ფეხძიმობის ჟამს კლეოპატრას გაუკეთა. მოხუცმა მაქცია ცოლ-ქმარმა კარგად იცოდა, რომ კლეოპატრა მათი გარდაცვლილი შვილის სულზე ზეგავლენას ახდენდა და კრისტოფერის თოჯინაში გამოკეტვით ამ თოჯინის თვალებიდან კლეოპატრას შეეძლო მზერა, რითიც ის მაქცია ცოლ-ქმარს აკვირდებოდა და მაქციების დინასტიის თითოეულ ნაბიჯს თოჯინის საშუალებით უთვალთვალებდა. მაგრამ კრისტოფერის მშობლებმა ვერ გაბედეს იმ თოჯინის გადაგდება, რომელშიც მათი შვილის პოლტერგეისტად ქცეული სულია გამოკეტილი. მათ დღემდე იციან, რომ თოჯინაში, რომელიც ახლაც მათ სახლში საპატიო თაროზე სუვენირად არის ჩამოკიდებული, მათი გარდაცვლილი ვაჟის სული ბინადრობს. მათ იმედი აქვთ, რომ ოდესმე მოძებნიან გზას, რითაც ბოროტი ჯადოქრის წყევლას გატეხენ და მათი ვაჟის სულს განსასვენებელში გაგზავნიან, თუმცა მანამდე, სანამ ეს მოხდება, მაქციის მშობლები მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ ამ თოჯინას ესაუბრონ და მისგან მიიღონ რაღაც მინიშნება. კრისტოფერის დედმამის მონაყოლით ისინი ხშირად ყველასგან უჩუმრად ესაუბრებიან მათ სახლში არსებულ თოჯინას და გრძნობენ, რომ მაგიური ზეგავლენის მიუხედავად მათი ვაჟის გული მცირედით მაინც არის დარჩენილი ამ თოჯინაში, რომელიც გარკვეულ მინიშნებებს აძლევს. კრისტოფერის დედამ თავის შვილობილს კრისტიანს გაუმხილა, რომ წლების წინ სწორედ კრისტოფერის თოჯინამ ჩასჩურჩულა ყურში თავის დედას, რომ ბავშვი აეყვანათ და აღეზარდათ, რათა შვილმკვდარი მშობლებისთვის სიბერე გაეფერადებინა. ამიტომ იშვილეს მათ კრისტიანი. მაქცია ცოლ-ქმარმა საკუთარ შვილობილს ასევე ამცნეს, რომ ჯადოქარ კლეოპატრას სიკვდილის შემდეგ ყველა მის თოჯინებისა და გარდაცვლილი ზებუნებრივების სულებს ახლა კლეოპატრას მახინჯი ქალიშვილი ნორმა მართავს. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ნორმა ასევე უნდა ფლობდეს თოჯინას, სადაც ჰეილის გარდაცვლილი შეყვარებულის ნიკის სული ინახება. მოხუცმა აღზრდელმა კრისტიანს ურჩიეს, რომ თუ ჰეილის დახმარება სურდა, კრისტიანს უნდა მოეძებნა კლეოპატრას ქალიშვილი ნორმა, რომელიც შეძლებდა დახმარებას. ჰეილი მისი გარდაცვლილი სიყვარულის სულთან დაეკავშირებინა და კავშირი დაემყარებინა მასთან. კრისტიანი მონაყოლით აღშფოთებული იყო. ერთის მხრივ ის ხვდებოდა, რომ ამ თოჯინებთან სიახლოვეს ყოფნით გარდაცვლილი კლეოპატრას შთამომავალი ნორმა მათზე თვალთვალს ახდენდა და ეს თოჯინები იყო ფსიქოლოგიური ტრავმა ყველა იმ ზებუნებრივისთვის, რომელთა ნათესავის სულიც სიკვდილის შემდეგ ამ თოჯინაში გამოკეტეს. რადგან მის ნათესავებს ამ თოჯინების თავიდან მოშორება არ შეეძლოთ, ხოლო ბოროტი ჯადოქარი, კლეოპატრა და მისი ქალიშვილი ნორმა
უთვალთვალებდა და უთვალთვალებს დღემდე ყველას, რომელთა სახლშიც მათი თოჯინა ბინადრობს. კრისტიანი ხვდებოდა, რომ ასეთი თოჯინა მისი მშობლების სახლშიც იყო და ნორმა მასაც უთვალთვალებდა. იგი ასევე აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ თუ ის ჰეილის მის გარდაცვლილი შეყვარებულის სულით გამოკეტილ თოჯინას უსახსოვრებდა, ამით თოჯინის მფლობელი ნორმა ჰეილის თვალთვალსაც დაიწყებდა და დაინახავდა ყველა ფაქტს, სადაც ეს თოჯინა იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ მას ჰეილის დახმარება ძალიან სურდა და ფიქრობდა, რომ თუ დროში მოგზაური გოგონა რაიმე ფორმით მისი გარდაცვლილი შეყვარებულის სულთან კავშირის დამყარება შეძლებდა, მაშინ ჰეილი წარსულში ხეტიალს შეწყვეტდა და აწმყო დროს დაუბრუნდებოდა. კრისტიანმა გადაწყვიტა კლეოპატრას შვილის ნორმას მოძებნა, რომელიც დედის მემკვიდრეობას მართავდა და დიდ სახელოსნოში კვლავ ახალი თოჯინების გამოთვლით იყო დაკავებული. მეორე თავის დასასრული.